აჰა, ჩემო საყვარელო მეგობარო. რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოგიყვები ისევ ამ ამბავს. ოღონდ ახლა კიდევ უფრო სასაცილოდ. მოდი, მოვკალათდეთ მოხერხებულად და მოусმინოთ. Once upon a time, იყო და არა იყო რა, იყო ერთი საოცრად კეთილი და მხიარული პრინცესა. სახელად ლალი. ის ისეთი საყვარელი იყო, რომ მისი სიცილით პეპლებიც კი ცეკვავდნენ. მაგრამ იმავე სამეფოში ცხოვრობდა ერთი ბოროტის ჯადოქარი. სახელად ბაღბაღდევა. ის სულ ბუზღუნებდა და ყველაფერი არ მოსწონდა. მისი ჯადოსნური ჯოხი კი, სიმართლე გითხრა. უფრო ხშირად ურევდა ხოლმე საქმეს, ვიდრე აკეთებდა. ერთ დღეს ბაღბაღდევამ გადაწყვიტა, რომ პრინცესა ლალის საყვარელი ბაღი გაეფუჭებინა. ჰა. იცინოდა ის თავის ბნელ ლაბორატორიაში, სადაც სულ რაღაცეები უვარდებოდა. ყველა ყვავილს ეკალბარდად ვაქცევ. მან მოიმარჯვა თავისი ჩუჭყიანი ჯადოსნური ჯოხი და ბაღისკენ გაიშურა, თან უცნაურ შელოცვას ამბობდა: ყვავილებო. ეკლebad იქეცით. მწვანე ფოთლებო, გაყვეთლდით ახლა. მაგრამ, როგორც გითხარი, ბაღბაღდევას ჯოხი ურევდა ხოლმე. შელოცვის შემდეგ. ბაღში ეკლebad არაფერი ქცეულა. პირიქით. ყველა ყვავილი გადაიქცა უზარმაზარ, ცისარტყელასფერ, საპნის ბუშტებად, რომლებიც ჰაერში დაფრინავდნენ და სასაცილოდ სკდებოდნენ. პოპ. და იცი რა? ამ ბუშტების სუნი იყო არაჩვეულებრივი, შოკოლადის და მარწყვის ნაკინის სუნი ერთად. ბუბაბუ ხელოვნური ინტელექტიანი სათამაშოა, რომელიც გესაუბრება, გისმენს და თამაშობს შენთან ერთად. საკუთარი ბუბაბუს შესაძენად გვეწვიეთ საიტზე bubabu.g ან თბილისი მოლში, მესამე სართულზე, ლიფტის მიმდებარედ.